ბოლომდე ბრძოლაში შესულები. მე მინდა უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით. ასე გაამხნევა დავით აღმაშენებელმა მოგესალმებით მეგობრებო, ერთიანობის და თავისუფლების სიმბოლოა. ძლევა ის საკვირველის სახელით შევიდა და სწორი სტრატეგიის. მეოთხე მეკანიზებული ბრიგადის 53 ბატალიონის მეთაურს. დიდი მადლობა. ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის სამაგალითო ის მამულიშვილობა, ის თავგანწირვა, ის თავდადება, რომელიც დიდგორის ომში ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გამოიჩინეს. და მე კეთს ვიხრი ყველა ჩვენი გმირი წინაპრის წინაშე. მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას მიულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს დღევანდელი დღე. დიდგორობა ეს ბრძოლა არის ჩვენი ეროვნული სიამაყე, იმიტომ რომ სწორედ იმ დღიდან იწყება საქართველოს ოქროს ხანა. ეს არის ჩვენი ერთობის, საზოგადოების ერთობის და მებრძოლი სულის გამოვლინება და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ დავაწესეთ მთავრობის ინიციატივით თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა დიდგორის ჯვრის ორდენი. და ამ ორდენის მიმღები წელს არის გამორჩეული ოფიცერი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა რამდენიმე თავისი თანამებრძოლი და არ დატოვა გარდაცვლილი თანამებრძოლი ბრძოლის ველზე. სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე და პირველი ორდენი გადაეცა მაიორ ცხადაძეს და ულოცავ მას ამ დიდ ჯილდოს. საქართველოს მთელ მოსახლეობას ულოცავ დღევანდელ დღეს. ეს არის უდიდესი გამარჯვება, ეს არის ქართული სულის ყივილი და ქართული გენის ჩვენება და მე მინდა ვისურვო რომ აი აქ დაუპული მებრძოლების სისხლი გადასყოდეს ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს. 2008 წლის კონფლიქტის დროს ვიმყოფებოდი 53 ბატალიონის შტაბის უფროსად. მეთაური მაიორი გელაჭედია გახდა, რომლის დაღუპვის შემდეგაც, გმირულად დაღუპვის შემდეგაც ბატალიონის მართვა ავიღე საკუთარ თავზე. მოგვიწია რამდენიმე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გაღება და მე ვარ ამ მიღება და მე ვარ ამაყირო დღეს ამ ჯილდოს ასე რომ ვთქვათ, წარმომადგენელი გავხდი, მივიღე და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველისთვის, ყველა ჯარისკაცისთვის ეს ჯილდო არის საამაყო, რადგანაც აქედან დაიწყო საქართველოს აღმშენებლობა.